შუქი მოვიდა უკვე. აი, შუქის აღდგენა მოხდება, შუქს აღვადგენთ, რომ ინფორმაცია რო არა გაქვთ. ეხლა სხვა კრედიტები რაც აქვს, გამოტანილი არის ეგეთი. გუშინ გამოაცხადა პრეზიდენტი, მაგრამ ყველაზე მეტად აწუხებს ხალხს. ავეჯი გვაქვს გამოტანილი. ხო, ერთი წამით. პრეზიდენტმა გამოაცხადა, ზოგს გამოტანილი აქვს სესხი და ზოგი ვერ ფარავს. აი ხა ატმის მოსავალს ელოდებოდა, შვილი რო სწავლობს იმისთვის რა და გუშინ გამოაცხადა. ეხლა თუ ბავშვმა კარგად ჩააბარა და საგრანტო პროგრამაში უკვე არის, იმას პრობლემა არ აქვს, ისედაც სახელმწიფო უფარავს, მაგრამ თუ თავისი ჯიბიდან იხდი და იმას ჩვენ ახლა უნივერსიტეტებს დაველაპარაკებით და როგორც ბანკებმა გადაავადეს, ასევე გადაავადებს უნივერსიტეტები, რომ იმ ოჯახებს პრობლემა არ შეექმნას რა. ეხლა ველოდებით პარლამენტის სესია ჩატარდება, რომ ბიუჯეტში ცვლილებები შევიდეს და უკვე ფულადი კომპენსაციები გაიცემა, ვისაც ნათესები და მთელი ხეხილი და ბაღვენახი მოესპო. სადაც 100% აი ღერო და ეგრე ხართ კი ყველანი ამ სოფელში ყველანი ეგრე ხართ ვიცით თქვენ ვიცით და ეგრე არის ეგრე იქნება ცალკე კომპენსაცია იქნება მაგაზე ცალკე იქნება ახლა ზოგიერთ სოფელი არის მე რო გავედი ზოგან შეარჩინა კიდე რაღაცა გაისათაც იქნება მოსავალი ჩვენ გაისათაც არ მაგრამ თქვენ გაისათაც არ ერთიას მითხარით შაბიამანი რო დარიგდა დროზე შეწამლეთ უკვე თუ კი უკვე შეწამლეთ ხო გუშინ დარიგდა და საწვავიც ხო დარიგდა და ტალონი ხო დარიგდა მომიტანა ისულო საწვავი გააქვთ ვენახი ვენახი ერთი ვენახი მაინც არის და ერთი გავყაფე არავინ რა ვენახიც გააქვთ თუ მიყვედით აუცილებლად საწვავს მოხდა სახში არავინ არ ამყავს შვილი მე არ ამყავს ხოდა ესეთი პრობლემა არის გამოგზავნით სახში და თუ სახში გითხარით მოვინიშნავთ თქვენ სახელს და გვართ და გამოგიგზავნით სახში იმ მასალასაც და თუ არავინ არ აკყავს შემწამლი კიდე ჩვენ შევწამლით მაგის პრობლემაც არ არის აი ერთი მივანებე ისიც რომ აღარავინ არ როგორ და მაშინ რა უნდა მოიწენა კი თქვენ დაგვეთყორა სახლები და არავინ არ მოსულა მოვლენ იმიტომ რომ ეხლა თქვენ დაგეთყორათ და რაღაც და მე ვერ მივედი საბჭოში საერთოდ. გავიგე, მაგრამ პირველ რიგში 100%-ით რო არის გადახდილი, აი ეს 100%-ით უნდა დავაფარო. აი გადახდილი. აი კალაურიდან მოვდივარ. 8 სახლი არის. აი თლიანად სარტყელს არტყავენ ეხლა და აბეტონებენ რომ ისეც ვერ გაკეთებენ. აი ეს აიღო და გადააგდო რა. აბსოლუტურად ყველაფერი იქნება ხალხო რა. ქვილი ეხლა რიგდება შაქარი მე შემდეგ ნაკადზე შაქარი წამოვა შემდეგ ნაკადზე ზეთი წამოვა რა არ შეგეშვიდეთ თავარი არის იმედიანად იყავით კი ბატონო სოჭიკზე რო არიგებს ამ კი ეგ ძალიან სული აი ასულთა რაოდენობაზე ზოგ ოჯახში 10 სულია 8 სულია ზოგჯერ 2 და 3 მასი არ ეხლა მოდი ესეთი რაღაცა გავუკეთოთ ესეთი შემთხვევები რო არის მადლობლები ვართ მაგრამ გაიხარეთ ეხლა სოფლის წმუნებულს ყველა იცნობთ სამეზობლოს ერთმანეთში ყველა იცნობთ ეგეთი შემთხვევა რო არის სოფლის წმუნებულთან აღრიცხავთ და გავივლით ყველას ინდივიდუალურად რომ ეგეთი შემთხვევა არ იყოს რომ გავიგეთ თქვენი ჭირმა